ახალი მონაცემებით დაბერება ყველა ადამიანის ტვინზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მასშტაბური კვლევის თანახმად, რომელიც 12000-ზე მეტ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიის მონაცემებს აერთიანებს, მამაკაცების ტვინი ასაკის მატებასთან ერთად უფრო სწრაფად მცირდება. განსაკუთრებით მეხსიერებასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან და ემოციურ რეგულირებასთან დაკავშირებულ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესი ასაკთან ერთად განიცდის ტვინის ბუნებრივ შემცირებას, როგორც ჩანს, ქალის ტვინი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სტრუქტურასა და მოცულობას, რაც პოტენციურად უკეთეს პირობებს უზრუნველყოფს ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს. მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი იყოს მნიშვნელოვანი, მათ შორის ჰორმონალური განსხვავებები, ცხოვრების წესი და გენეტიკა. მაგალითად, ესტროგენს შეიძლება ჰქონდეს დამცავი როლი ტვინის სტრუქტურის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მენოპაუზის წინ. ამ ტიპის კვლევა ამ დროისთვის ყველაზე მასშტაბურ მონაცემებს აერთიანებს. მამაკაცისა და ქალის ტვინის დაბერებას შორის განსხვავების გაგებამ შესაძლოა მომავალში ახალი კარები გახსნას სქესის მიხედვით სპეციფიკური მკურნალობისა და ტვინის ჯანმრთელობის სტრატეგიებისთვის. მეცნიერების დასკვნები ხაზს უსვამს ადრეული პრევენციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური ჩართულობა, ჯანსაღი კვება და სტრესის მართვა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გახსოვდეთ, თქვენი ტვინი მუდმივად იცვლება. მნიშვნელოვანია დღეს როგორ ცხოვრობთ, რადგან დღევანდელობა გავლენას მოახდენს თქვენი ტვინის დაბერებაზე. მამაკაცებო, მიუხედოთ საკუთარ თავს. გამარჯობა. მე ვარ გუგა და ეს ჩვენი 21 ვიზიტია. იმისათვის რომ გაიგოთ მრავალი საინტერესო ამბავი სამედიცინო სფეროდან, გამოგყვევით სოციალურ გვერდებზე, როგორიც არის YouTube, Facebook, Instagram და TikTok. 28 ნოემბერს მართლმადიდებელი მრევლი იწყებს შობის მარხვას. არაერთ რელიგიაში მარხვა მიჩნეულია სულიერი და ფიზიკური განწმენდის პროცესად. როდესაც მორწმუნე ადამიანი უარს ამბობს სიამოვნებაზე, ცხოველურ ტოლვაზე და ფიზიკურ კომფორტზე. ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმა გულისხმობს სხეულზე კონტროლის აღებას, ერთგვარ დამორჩილებას, განწმენდას. არა მარტო ქრისტიანული მრწამსი, არამედ ყველა რელიგია მიმართავს მარხვას, კვებით თავშეკავებას, როგორც სულიერად ამაღლების გამოვლენას. თუმცა მართლმადიდებულ რწმენაში ეს პროცესი ყველაზე მკაცრია. თუმცა აღსანიშნავია, რომ COVID პანდემიის შემდეგ ეს მიდგომებიც ცოტა შემსუბუქდა და შეიცვალა. შობის მარხვა 6 კვირა გრძელდება. ადამიანები წყვეტენ ცხოველური წარმოშობის საკვების მიღებას და რაციონი სრულიად მცენარეული პროდუქტით იტვირთება. როგორ მოქმედებს მარხვა ადამიანის ორგანიზმზე სამედიცინო კუთხით? არის თუ არა ეს ყველა ორგანიზმისთვის მისაღები? ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა. მოგესალმებით ქალბატონო ნატა, პირველ რიგში. დიდი მადლობა, რომ თქვენს გადატვირთულ გრაფიკში გამონახეთ დრო და ესეთ მე ვიტყოდი საჭიროებო თემაზე მოხვედით ჩვენთან სასაუბროდ. პირველ რიგში მაინც ყოველი შემთხვევისთვის თავს დავიზღვევ და ჩვენი მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ჩვენ არანაირად არ ვეცინააღმდეგებით მარხვას და გვინდა უბრალოდ სამედიცინო კუთხით ჩვენს მაყურებელს დავანახოთ რა ეფექტი შეიძლება მან იქონიოს ადამიანის ორგანიზმზე. რომ დავიწყოთ ერთგვარი ზოგადი ექსკურსით, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება, ესე ვთქვათ, ჯანმრთელი ადამიანებისთვის რამდენად როგორი ეფექტი აქვს მარხვას, ჯერ ამ კუთხით რომ დაგვეწყო საუბარი. მოგესალმებით, მადლობა. მიხარია რომ თქვენთან ვარ და მიხარია რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მე ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ თეორია, მე 13 წლიდან ვმარხულობ. და ვიტყვი რომ აქვს ძალიან დიდი პლუსებიც და მინუსებიც და ადამიანი უნდა იყოს მზად, არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად, რომ შვიდად, წყნარად და მისთვის დადებითი ემოციებით შეძლოს ხანგრძლივი მარხვის დაცვა. ჩვენ ვიცით, რომ წელიწადში 4-ჯერ არის ეგ. ამას გარდა 4 შაბათი და პარასკევით მარხულობენ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია აქ რაღაც ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს თვითონ მარხული ადამიანი, იმიტომ რომ ცილები, ცხოველური ცილები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და ამ დროს არ მოგვეწოდება ჩვენ საკვებით. და აუცილებლად ვინც გადაწყვიტა იმარხულოს, უნდა გაიაროს თერაპევტთან კონსულტაცია, რომ იცოდეს თავისი ელექტროლიტური ბალანსი, თავისი
ჰორმონალური ბალანსი, აი მაგალითად ხო არ აქვს ინსულინი მაღალი, ან რკინა დაბალი, ან ფერიტინი დაბალი. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ორგანიზმის მდგომარეობა. კუჭნაწლავის ტრაქტი რამდენად გამართულია, ხო არ აქვს დაბალი წნევები, ან რატო აქვს, აი მისი ფიზიკური მდგომარეობა აუცილებლად არის შესასწავლი. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არც ერთი სასულიერო პირი არ გრძალავს ცვლილებებს, თუ ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ მარხვის დროს მას ექნება ესა თუ ის პრობლემა. მე ჩემ პრაქტიკაში ასეთი არ შემხვედრია. როდესაც მოდის ადამიანი და აქვს პრედიაბეტული მდგომარეობა ან დაბალი რკინა, ყოველთვის სულიერი მამა, ანუ მოძღვარი ეუბნება, რომ მოусმინე ექიმს, გაითვალისწინე მისი რეკომენდაციები და ამიტომ არანაირი პრობლემა არ გვექნება ჩვენ ექიმებს, ვინც ამ სფეროში ვმუშაობთ, რომ შეუდგინოთ დიეტა. ხორციც დაუნიშნავთ, თევზიც და აი რაც გვინდა ამ მხრივ ძალიან თავისუფალი ვართ, ასე რომ ადამიანის გადასაწყვეტია როგორ დაგეგმავს ამ მარხვის პერიოდს. თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს, ესე ვთქვათ, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უფრო ჩავღრმავდეთ. ეს თუ შეიძლება უწოდოთ ზედაპირული პირველადი კვლევებითაც შეიძლება გაიგოს დაუშვათ აი მარხვის წინ. თუ ამას სჭირდება მაინც პერიოდული სკრინინგი და რაღაც უფრო ხშირი ვიზიტები. იცით რა, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ჩივილებიც არ აქვს, შეიძლება კონდეთ რაღაც ისეთი მიძინებული პრობლემები ორგანიზმში, ამიტომ სჯობს რომ გაიაროს ბიოქიმიური ანალიზების პასუხების საფუძველზე. ამას გარდა თუ ქალბატონია და ის გარკვეული დღეებში, თვეში ერთხელ კარგავს რკინას, აქვს B12-ის ნაკლებობა, აქვს D ვიტამინის დეფიციტი, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. არასოდეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა არ არის, შეიძლება ხორცი არ დაუნიშნოთ, ან შეიძლება ოთხშაბათი და პარასკევი იმართულოს, მაგრამ სულაც რო საერთოდ არ მოგვისმინოს, არსებობს პრეპარატები, არსებობს მიკროელემენტები, რომელთა მეშვეობითაც ის ახდენს პრევენციას, ანუ თუ მაგალითად კატეგორიულ ვარზია, რომ მიიღოს ცხოველური, მაშინ ინიშნება პრეპარატი ან ბიოაქტიური დანამატი, მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ ექიმი ანამნეზის საფუძველზე. აი ისო და ისო დაუბრუნდეთ, დაუშვათ ადამიანი ჯანმრთელი, არაფერი არ აწუხებს. შეიძლება მარხვამ უარყოფითი, ესე ვთქვათ, აი ამ მოდით დავარქვათ მარხვის დიეტურმა ნაწილმა უარყოფითი ზეგავლენა იმოქმედოს მის. შეიძლება თუ ის მხოლოდ სამარხო პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, ამას გარდა ძალიან ბევრი პროდუქტებია სამარხო ეტიკეტით, რომლებიც საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას აბრკოლებს და მის აუარესებს, მაგალითად რაღაც გაუგებარი ნამცხრები, გაუგებარი ზეთებით და მცენარეული კარაქით მომზადებული. ზოგადად, როდესაც ცხიმის ნაკლებობა ამა თუ იმ კერჩი, მაშინ ცდილობენ, რომ ნახშირწყლებით შეავსონ. ეს იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციას და აქედან შეიძლება არასწორად მარხული ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისთვის მთავარია სამარხოა თუ არა სამარხო, არც რაოდენობას ზღუდავს, არც ჯერადობას. ისე მე ამას მარხვას არ დავარქმევდი, მაგრამ თვითონ თulis რომ მარხულია, შეიძლება წლების შემდეგ აიგიდოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ან განუვითარდეს რაღაც მიკროელემენტების დეფიციტი. არ მთავრდება ეგ კარგად სამწუხაროდ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნეთ და მინდა სანამ გადავიდოდით სხვა თემებზე, აი სამარხო პროდუქტი. დღეს მაღაზიაში რო შეხვალ, აბსოლუტურად ყველაფერს ნახავ, სამარხო, ესე ვთქვათ, წარწერით და იგივე ხორციც შეიძლება დაერქვას სამარხო და იყოს სულ სხვა პროდუქტისგან. რამდენად რეალურია აი ამ პროდუქტებით ჩანაცვლება? გვაძლევს ეს ვითომ ხორცი, ასე ვთქვათ, იმ საჭირო ცილებს თუ მიკროორგანიზმებს თუ რაც გვჭირდება, რაც არის.
ესეთ ძალიან ბევრი კულინარი ცდილობს ჯანსაღად მოამზადოს სამარხო საკვები, სხვადასხვა კერძები, ნამცხრები, ეგრეთ წოდებული დესერტები სამარხო, მაგრამ მე მაინც ჩემი გადმოსახედიდან, როგორც ერთ-ერთი რიგითი მარხული ადამიანი და თანაც ექიმი, გეტყვით, რომ მარხვა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ჩვენი ნებისყოფა უნდა გამოვცადოთ, რაღაც ჩვენს თავში უნდა ჩავღმავდეთ, რაღაც სხვა რაღაცებზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, არავინ არ გვაიძულებს ვიშიმშილოთ და ვიყოთ უმწელ მდგომარეობაში, მაგრამ თუ გემოებს გამოვეკიდეთ, ეგ არ არის მარხვა, მარხვა სხვა რაღაცაა. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ჯერ საერთოდ რას ვაკეთებთ. ფიზიკური მარხვაა, მხოლოდ ვეძებთ ისეთ პროდუქტებს, სადაც ცხოველური ცილები და ცხიმები თავარი არ იყოს, თუ ჩვენ გვინდა ამით ტრანსფორმაცია ჩვენი სულის და ჩვენი სხეულის. გააჩნია რა მიზანი გვაქვს. თავისთავად სრულიად გეთანხმებით. კიდევ ერთი რამ რაც გამახსენდა, ახლა საკმაოდ ალბათ ბუნებრივი არის ორგანიზმისთვის, როცა რაღაცა აკლდება, ეს ხშირ შემთხვევაში კუჭიდან მოდის ემოციურ ფონზეც და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, ასე ვთქვათ, ურთულებს ადამიანს და აი იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ქვეცნობიერად ან გაუაზრებლად ჰქონდეთ ესეთი სირთულეები მარხვის დროს, როდესაც ამ დროს პირიქით სულიერი სიმშვიდე არის საჭირო და ადამიანმა უნდა ცადოს რომ თავი გააკონტროლოს. აი ეს უარყოფით მხარეს იაზრებს საერთოდ ადამიანი, ბევრი შეიძლება ეს გამოიწვიოს. იცით რა, თუ არის მხოლოდ შენ თავზე ხარ შენი თავია, ძირითადად მე გავაკეთებ, როგორ ვერ შევძლებ. მაშინ შეიძლება რაღაც ბრძოლები დაგეწყოს, რახან მარხვა არ არის მხოლოდ კვება. მე ცოტა შევიჭრები და დავტოვებ ჩემ კომპეტენციას, მაშინ გეწყება ბრძოლები. მაგრამ თუ შენ გულწრფელად აღიარებ, რომ აი მიჭირს და რაღაცნაირად შენს მოძღვართან ამაზე საუბრობ გახსნილად, რომ აი ზოგჯერ გასტრონომიული სიზმრებიც არის ამ დროს, გესიზმება, რომ არ ღვევ მარხვას და სიზმარი ბევრ რამეზე მეტყველებს ზოგადად. ეს არ არის უბრალოდ რაღაც ჩვენი შფოთვის მიზეზი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიაში სიზმარს და ეხლა შენ თუ გულწრფელი ხარ და ამას აღიარებ, თუნდაც შენთვის ღმერთის წინაშე ის გეხმარება ყოველთვის. თუ შეგვიძლია, ესე ვთქვათ, აი სტრესი, ხო, ორგანიზმი გარკვეულ სტრესს გადის. ამ სტრესთან გამკლავება, ესე ვთქვათ, რო დავარქვათ პლაცებოს ეფექტი აღო რაღაცა უხეშად. აი შეგვიძლია ადამიანს, რომელსაც ეგეთი სტრესი აქვს, რაღაცა პროდუქტი მივცეთ, რომელმაც შეიძლება ის ქვეცნობიური რა თქმა უნდა, მე ვადგენ სამარხო კვების რაციონს, ეგრეთ წოდებულ პროტოკოლებს, იმიტომ რომ საბედნიეროდ ბევრი ადამიანი მარხულობს და საბედნიეროდ ისე გაიზარდა ახლა საინტელექტი ადამიანებს ამ ხრივ, სხვა მხრივაც ყოველთვის გქონდა, მაგრამ აი ამ ხრივ, რომ ყოველთვის ამბობს, რომ მე რაღაც შეიძლება გამომჩეს არასწორად, ვერ დავაბალანსო, ავიკიდო რაღაც პრობლემები. ჩვენი მიზანი მარხვის ხო არის არა მარტო სულის, არამედ სხეულის ჯანმრთელობაც. ჩვენ ხო არ ვამბობთ იმას, რომ მარხვით უნდა დავჩაგროთ სხეული და რაღაცა მხოლოდ სულის განვითარებაზე ვიფიქროთ. ამას არ ითხოვს ჩვენგან უფალი. ითხოვს იმას, რომ იყოს ჯანმრთელები. ამიტომა, რომ როდესაც ასაკში შედის ადამიანი, ან როდესაც არის ნეული, მათ არ აქვთ ვალდებულება იმარხულონ მკაცრად. ეხლა რო დაუბრუნდეთ აი ესე ვთქვათ შემზადებას მარხვის პერიოდთან, ჩვენ თქვით რომ კარგია, როდესაც ადამიანმა იცის თავისი ორგანიზმის მდგომარეობა. და უშუალოდ ვიცით მდგომარეობა. აი წინა სამარხო, ესე ვთქვათ, ფიზიოლოგიური სამზადისი შეიძლება ორგანიზმისთვის. აი სხვათა შორის თუ დააკვირდით, ხო, არის რაღაც ბოლო კვირა, ერთი კვირა არის, სადაც ხორცი არ არის. შემდეგ როდესაც გამოვდივართ აღდგომის მარხვიდან, არის ცის ნაწამზე აქცენტი და კვერცხზე. ძალიან გონივრულადაა ეს სისტემა
მოფიქრებული, აქ აშკარად მარტო ადამიანის ნაფიქრი არ არის. და თუ ამას ყველაფერს ჩვენ დავიცავთ და თუ არა გვაქვს ასე არ ვემიჯნებით, რომ დღეს 12 საათამდე უნდა ვჭამოთ ისე, რომ მერე ის 47 დღე გვეყოს, ეს ცუდია. თუ უკვე ამცირებ, ანუ ემიჯნები, შენ ამცირებ ხორცს, ამცირებ ცხოველურ ცხიმს და ცილებს და მერე მშვიდად უკვე გადადიხარ ამ სამარხო კერძებზე, არაფერი ცუდი არ გემართება, პირიქით ლიპიდური პროფილი უმჯობესდება, პირიქით ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის ამოლაგება ხდება სწორად, გონებრივ მუშაობაზეც კარგად მუშაობს, იმიტომ ნახშირწყლები ჩვენ გვჭირდება გონებრივი შრომის დროს და ამას გარდა ჩვენი ფლორა, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტი მეორე ტვინია, ის კარგად იკვებება ნახშირწყლებით და კარგად მდიდრდება ჩვენი მიკროფლორა. ბევრი დადებითია. მაგრამ ეხლა ეს შფოთვა და დისტრესი რო ეწყება ადამიანებს, რომ ნახშირწყალი ზოგადად ცუდია, ამიტომ მე ნახშირწყლებს მივიღებ და ცილა, რომელიც კარგია, იმას ვეღებულობ, უკვე იწყება უსაფუძვლო შფოთვა. თუ ვერ ერკვევი, მაშინ ვიღაცას უნდა მიმართო, ვინც გამოცდილია და დაგაკვალიანებს. თუ არა და ასეთ მარხვას აზრიც არ აქვს. ეხლა მე თუ ისე ვიმარხულე, რომ მეშინია, რომ რაღაცას აუცილებლად დავიზიანებ, რა აზია, ვის უნდა ესეთი მარხვა? მარხვა უნდა იყოს პირველი სურვილი, რომ მე ვახლოვდები ბუნებას, მე რაღაცას ტრანსფორმაციას განვიცდი და ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და არა ის, რომ აი დასასჯელი და პირიქით ეს სწორი მარხვის მერე ისეთი მეორეს უთქვა გეხსნება ადამიანებმა ესო იცოდეს, შეიძლება წმენაში საერთოდ არ იყოს და იმარხულოს. მაგრამ ამას გამოცდილება თუ არ გაქვს, ვერ გაიგებ. მარტო აი თეორიული ახსნით თუ და მერე კიდე პროდუქტების ხარისხიც ხო სავალალოა, ბევრი პროდუქტი, ბევრი კერძი. ესეც რა თქმა უნდა იწვევს დისკომფორტს. ძალიან ხშირია, რომ ამ ეგრეთ წოდებული სამარხო კერძების შემდეგ ადამიანი ნაღლის ბუშტის შეტევით ხვდება გასტროენტეროლოგთან, ან ისევ მოწესრიგებული შაქრიანი დიაბეტი, ისევ რაღაცა გაურთულდა და ზოგი ექიმიც ამბობს, რომ ნუ მარხულობ ადამიანო თუ ასე ვერ აკვალიანებს, იმიტომ რომ ყველა არ არის ვალდებული ერკვეოდეს ნუტრიციოლოგიაში სიღრმისეულად. რა რითი ჩაანაცვლო? შეიძლება ცხოველური ცილა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პროდუქტით, მცენარეულით არ ჩანაცვდეს, მაგრამ რამოდენიმე პროდუქტის კომბინაციით და ეს უკვე ამ ვიწრო სპეციალისტების, ანუ ექიმი ნუტრიციოლოგების დიდი ცოდნის და დიდი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ მოდის. ესე არ არის, რომ ჩვეულებრივად მიხვიდე და თერაპევტმა არ არის ვალდებული იცოდეს ასეთი სიღრმეები. ჩვენ ვისაუბრეთ სამზადისზე, ეხლა რო ვისაუბროთ მარხვის შემდეგ პერიოდზე, სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ეს დავარქვათ მონატრებულ გემოებს ადამიანები მიეძალებიან ხოლმე ძალიან დიდი დოზებით. აი ეს რა სირთულეებს ქმნის ორგანიზმში? ძალიან საშიშია. მე მუშაობდი სტაციონარში, მახსოვს, როდესაც მთავდებოდა მარხვა, განსაკუთრებით აღდგომა და ახალი წლის მარხვები, ქირურგებს მორიგეობა არ უყვარდათ. ძალიან ბევრი ნაღლის ბუშტი შეეწირა ასეთ უაზრო გადასვლას, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ მართლა უაზრო გადასვლას და იცით, სწორად ნამარხულებ ადამიანს არ უნდა ბევრი. მას აკმაყოფილებს ერთი ნაჭერიც კი, ხაჭაპური მაგალითად, ან ერთი მცირე ნატეხი გოზი ნაყის, ან რაღაცა იქ საცივი ორი სუფრის გოზი. ძალიან ემჩნევა, ვინ არის სწორად ნამარხულები და აი იგივე ჩემი გამოცდილებით გეტყვით და ჩემი ოჯახის წევრებით, აი ყოფილა შემთხვევა, რომ საერთოდ არ არის, უბრალოდ იცი, რომ უნდა ჭამო და ძალიან სწრაფად ნაყლდები. აი ეგ არის ერთი დიდი პლუსი.
და აშკარად ეს არის ლაკმუსის ქახალდვივით, რომ სწორად ხარ ნამარხულები. თუ ისე იღვიძებ, რომ პირდაპირ მაცივარი გეძახის, სამზარეულო გეძახის და ზუსტად იცი რა გიდევს, სად გიდევს და ყველაფერს ამას რაღაცა აი მგლური მადით ეს არ არის სწორად ნამარხულები ადამიანი. ან ძალიან გაიმკაცრა, ან რაღაცა ნახშირწყლებით ისევ ინსულინის თემები დატვირთა ისე რომ მადა არ აძლევს საშუალებას მართოს თავისი ემოციები. კიდევ ერთი ესე ვთქვათ სარისკო, თუ შეიძლება ეს დავარქვათ ქმედება, რაც ხშირად მოძდით ხოლმე მარხულ ადამიანებს, ის არის რომ ერთ და იგივე კერძს ეჩვევიან მარხვაში და ერთ და იგივეს მიირთმევენ ძალიან დიდი დროის განმავლობაში. კი. ესეც სირთულეების შემქმნელი შეიძლება აღმოჩნდეს. იცით, მე მონასტერში მინახავს ეგეთი ბერები, რომლებიც ფაქტობრივად, მე ვთვლი, რომ ეგ ჩვეულებრივ მოგდალმა არ უნდა გააკეთოს, ან ვერც გააკეთებს. მაგრამ იმათ უკვე სხვა შეხება და სხვა გამოცდილება. მათი ორგანიზმი უკვე პრინციპში იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ორგანიზმი არის ღია სისტემა და ძალიან გონივრულად აგებული სისტემა. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ რა რესურსების მატარებელი ვართ, შეიძლება თავშიც აგვივარდეს, იმდენად ბევრი რამე შეგვიძლია. კარგია, რომ ადამიანი შფოთვის გარეშე იწყებს მარხვას, მაგრამ თუ გამოცდილი არავი ვიღაცას უნდა ენდოს და გამოცდილები უკვე მე მინახავს ზოგი მეშვიდე დღე მხოლოდ წყალზეა და ისი არის გაფაქიზებული და ისია რაღაცა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებ ჩვეულებრივი, აი მინდა და ესე იმას სხვა მფარველობა აქვს. ხო, აი ეს უნდა ახსნათ სწორად, რომ ორგანიზმის სურვილი და ტვინის სურვილი განსხვავებულია. თუ მიყვებით ახლა მე როგორც ექიმმა გითხრათ სად გადის ზღვარი, ცოტა დავიბრალებ ამ ცოდნას, იმიტომ რომ მინახავს ისეთი რაღაცა, რაც სამედიცინო ცოდნის მიღმა, ანუ უკვე ცდება რა ჩვენ ცოდნას. ადამიანი არის ენერგიული, მშვიდი, გაწონასწორებული და შიმშილობს. შიმშილით თერაპიაც არსებობს, ინსტიტუტებიც არსებობს, მაგრამ აქ არის უკვე ერთი რომ ექიმების გუნდი ითვლის პულსი, წნევა, მაგნიუმი, კალიუმი, ყველაფერი და იქ ვიღაც ბერი ლოცულობს ღმერთთან აქვს დიალოგი და იმდენად ეხსნება მას ეს თავისი სხეულის არხები, რომ ჩვენ ამას ბოლომდე არც არის ჩემი თემა, მაგრამ ნამდვილად მყავს ეგეთები ნანახი და ვიცი, რომ ეს არანაირად არ აზიანებს მის სულს და სხეულს. მაგრამ იმათ რომ მივბაძოთ, იმათი გზა უნდა გავიაროთ, იმათი მძიმე ჯვარი და ეხლა ჩვეულებრივ ყოფაში, სადაც დისტრესია, საცობში ხარ, სამსახურში ხარ, ვიღაცა თამბაქოს ეწევა და შენ ამას გაბოლებს. მარხვა რა არის, აბსოლუტურად რაღაცა იზოლირებული უნდა იყო ყოფითი ამბებისგან და ეძებდე შენს სწორ ვექტორს რა, რაც დაგაკავშირებს და ეგრე ახლა ძალიან ძნელია ჩვეულებრივ, როცა შენ გაქვს გამოწვევები ყოველდღიური. მაგრამ საერთოდ რომ გაქვს სურვილი და მცდელობა, ეგეც ბევრია. მე ყველა ადამიანს ვთვლი, რომ ეს გამოადგება როგორც გამოცდილება. იმიტომ რომ რო აკეთებ ამას, შენ ბევრ რამეს სწავლობ, შენ სხეულის ენასაც სწავლობ იმას, რომ არ შეიძლება ცხოველივით სულ რაღაცა მინდა და ამის ესეა ცხოველი, ხო? ახლა შინაური ცხოველებებისაც თუ შეა იმას არ აინტერესებს, არ შეიძლება ყველანაირად ცდილობს დაითრიოს ის საკვები, რომელიც უნდა და იზიდავს და ჩვენ ადამიანები ამას ვცდილობთ როგორმე ბავშვებსაც ვაჩვევთ, ხო, რაღაცა ტესტებიც არის, გადის დედა, იქ ეუბნება არ შეჭამო ეს რა, ეს ანვითარებს იმას, რომ გამოიმუშაოს ნების ყოფა. დედა იმ სადისტი ხო არა, აი სპეციალურად არის ესეთი ტესტები, რომ ბავშვმა უკვე დაიწყოს, ის არის პიროვნება, მას უნდა კონდეს თმენის ვალდებულება და ასე ვითარდება და ეს მარხვა ძალიან კარგი რაღაცა ამ კუთხიდანაც.
ძალიან კარგად გეხმარება გამოიცნო შენი თავი, იპო შენი სისუსტეები და ანდა შეუშინდე ამას. თუ რაღაცა გავს ისეთი, რომ ვერაფრით ვერ უმკლავდები, ამისთვის არსებობს ექიმები, მოძღვარი, რა ვიცი, ბევრი გონიერი ადამიანი, რომელიც არ დაგამოდლის, დაგაგვალიანებს. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ჩემი კითხვა, რომელიც ჩანიშნული მქონდა და გვესაუბრა ბარემ მაგაზე. შიმშილი, რომელიც ჩვენ რამოდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ კიდევაც ამაზე, დამტკიცებულია, რომ სწორი ესე ვთქვათ, ოღონ ამას და სათანადო გათვლილი ეს ძალიან კარგი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის. და თქვენც ახსენეთ, რომ მარხვას ძალიან ბევრი დადებითი რამ აქვს ორგანიზმისთვის, აი ამ კუთხით, დიეტური კუთხით. აი უფრო რო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, რა მხრივ შეიძლება იყოს კარგი ორგანიზმისთვის, წმინდავს მას? იცით რა, ჩვენ როდესაც ვიკვებებით, საკვები მარტო კი არა გვანაყრებს, საკვები გვაიძულებს იმუშაოს სული დატვირთვით ორგანიზმმა. რატოა გვიანი ვახშამი აკრძალული? ყველას წონის პრობლემა კი არა აქვს. ექიმი იმიტომ ითხოვს, რომ დაძინებამდე 2 საათით არ ჭამო, რომ მე ისე შფოთვალ ძილში გამოუძინებელი იღვიძებ. ან რაღაცა დილით გაქვს გულძმარვა და ესეთი რაღაცები და ნახეთ ახლა რა ხდება, მე თუ შევამცირებ რაციონს გონივრულად და ნელ-ნელა რაღაცა დღეები გავაკეთებ, განტვირთვის დღეებს 24 საათიან სითხეზე მხოლოდ 36 და დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ დამემართება, ნუ ექიმთანაც გავიარე კონსულტაცია, ფსიქოლოგიურადაც მოვემზადე. იმ პერიოდში ორგანიზმს ვაძლევს საშუალებას ორგანოები მოიწესრიგოს, ანუ დაალაგდეს იქ რაღაცა მაგალითად თუ ზედმეტი ინსულინი დარეგულირდეს, ქოლესტერინი, ანუ ლიპიდური პროფილი დაალაგდეს, ღვიძლმა რაღაც მოახერხოს ნაღლის ბუშტის მეშვეობით, კუჭის მოქმედებაც რაღაც უფრო, ანუ ვასვენებ ორგანიზმს და ჩვენ ხო ყველა რაცა უნდა გვიყვარდეს ჩვენი პროფესია, რაცა უნდა გვიყვარდეს ჩვენი საქმე, გვინდა დასვენება, თუნდაც კვირაში ერთხელ. ან წელიწადში მაგალითად რაღაცა 2 კვირით მაინც და ზუსტად ისე ჩვენ სისტემებსაც არ აწყენდა ესეთი განტვირთვა, როდესაც მაქსიმალურად მისი ენერგია იხარჯება ამ ორგანოთა სისტემების მოსაწესრიგებლად. გონებრივი შრომისთვის ძალიან კარგი რამეა და ბევრი ადამიანი ვიცი, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, რომლებიც დანაყრებული ვერ მუშაობენ, ექიმები, მაგალითად მე კარდიოქირურგიაში მუშაობდი და ექიმები თავიანთ რაციონი ჰქონდათ, ხაჭოს მიირთმევდნენ, მე შედიოდნენ 6-7 საათიან ოპერაციას აკეთებდნენ აბსოლუტურად და მე უკვე რომ გამოდიოდნენ და მოდუნდებოდნენ, მე იწყებდნენ ისე ნოყიერი, ეს მამაკაცებზეა ძირითადად საუბარი, იმიტომ კარდიოქირურგიაში ძირითადად მამაკაცებია, მე იკვებებოდნენ ისე სუყეთ და ჯანსაღად და აი წარმოგიდგენიათ რა მნიშვნელობა აქვს. ვიცი რომ ბევრი ფილოსოფოსი ადრე გადმოცემით, მაგრამ აი შიმშილი მათთვის იყო ერთგვარი მომზადება რაღაცას ღრმა ცოდნის მისაღებად. დანაყრებული ადამიანი მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია, რომ აი ძალიან აი ისეთი სუყე საკვების მერე რანაირად უნდა იმუშაოს. მე ვერ წარმომიდგენია ეგეთი. ეგეთ მდგომარეობაში სპორტსმენები, მოცეკვავეები, ვერ წარმომიდგენია, ხო, ბალერინა მიცეკვავს კარგად დანაყრებულმა, შეუძლებელია. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ თვითონ სტრუქტურა არა მხოლოდ კონკრეტული ერთი მარხვის, არამედ მთლიანი ციკლი არის ძალიან სწორად აგებული და ამაზეც რო ვისაუბროთ, ანუ მართლმადიდებელ სამყაროში გვაქვს 4 მარხვა წლის განმავლობაში და ანუ თან შუალედები არის და ზუსტად ისე არის ეს ყველაფერი აწყობილი, რომ ორგანიზმის ციკლები აქვს. ზუსტად ისე არის აწყობილი, რომ უღმავდები, მე დიდი ხანი ამას ვაკვირდები. როდესაც იმუნიტეტი გჭირდება, როდესაც იმუნიტეტს სჭირდება, რომ არ იყოს ბევრი გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ საკვები ალერგენებსაც ხო შეიცავს. როდესაც ჩვენ გვჭირდება, აი რაღაც ერთგვარი
რესტარტი ორგანიზმს ზუსტად მაშინაა მარხვა. მე ახლა მათემატიკურ მარხვებზე გეუბნებით. მაგრამ ყველა რელიგიურ კულტურაში ხო არის გარკვეული მარხვა, ზოგი ღამე, ჭამსა ისინი ისე არ ვიცი. მე ვამბობ მხოლოდ მათემატიკურ მარხვაზე ძალიან სწორი აქცენტებია. აი ძალიან სწორი. ერთ-ერთი უძველესი სისტემაა მე ვიტყოდი, საკმაოდ გამართული. ჩვენ ასევე რამოდენიმეჯერ თქვენ ახსენეთ შაქრიანი დიაბეტი. და ქრონიკული დაავადებები სამწუხაროდ საქართველოში გავრცელებულია საკმაოდ და გარდა შაქრიანი დიაბეტის, ანუ დიაბეტით დაავადებული პირები ზოგადად მთელი ცხოვრება დიეტაზე არიან. სხვა ქრონიკული დაავადებები რომ დავასახელოთ, რომლები არის ისეთი, რომლებსაც აი განსაკუთრებით უნდათ ყურადღება თუ გადაწყვეტენ მარხვას. კუჭის წყლოვანი დაავადება 12 კუჭის წყლოვანი, აი სწორი აქცენტები უნდა გააკეთონ. ნაღლის ფუჩი თუ აკენჭები. ამას გარდა აი თუ არის რამე ისეთი სერიოზული ოპერაცია, სადაც დიდი რაოდენობით სისხლი დაიკარგა, სულ-ერთი ასქესი, შეიძლება იყოს მამაკაცი, მაგრამ კონდეს ფერიტინის პრობლემა. თუ არის მაგალითად რაღაცა ბავშვობიდან მოდის რაღაც სისხლთან დაკავშირებული პრობლემები, ონკოპაციენტები, რომლებიც გამოჯამთელდნენ, ონკოლოგთან შეთანხმებით ხდება, მეძუძური ქალები, ორსულები, ესენი რა თქმა უნდა არ არიან დაავადებული, მაგრამ დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ თემას. მაგრამ არის ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი მოდიფიცირებული, ანუ თევზით შეიძლება იმარხულო, რძის ნაწარმის დაშვებით, ეს უკვე შეთანხმებით ხდება. კი ბატონო. თუ შეგვიძლია აქვე, რადგან ვისაუბრეთ რაღაც პროდუქტებზე, რაღაც სიასავითან დავასახელოთ პროდუქტები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცხოველურ რაღაც ცხიმებს მეტნაკლებად მაინც აღადგენენ. მაგალითისთვის ლობიო, რამდენადაც ვიცი, არის ერთ-ერთი კი, ლობიო სწორად მომზადებული, ისეთ კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოამზადებ. აი მაგალითად გამოცდილი დიასახლისი, რომელიც სწორად მოამზადებს ლობიოს, სოკოს, ბარდას, რომლებიც ქალებისთვის უფრო ხშირად შეიძლება, მამაკაცებისთვის ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ქალური ჰორმონების ანალოგი, ახლა მამაკაცები ძალიან დიდი რაოდენობით ბარდა არ არის სასურველი და თუ სწორად ტექნოლოგიურად სწორად მოამზადებ, ის უფრო შეგერგება, უფრო დაგანაკლებს და თუ აი სწრაფი კვების ობიექტებში სამარხო ვარიანტს ყიდულობ, ის არც განაკლებს და შეიძლება ისეთი ცხიმით იყოს მომზადებული და ისეთი არასწორი ტექნოლოგიით, რომ გაგიღიზიანოს ნაღლის პუშტი, გაგიმწვავოს გასტრიტი. და ძალიან აი მომზადების პრობლემაც არის მანდ. მე ანჯერა, რომ სწორად მომზადებული კერძები ადამიანს არ ერგება. თუ რა თქმა უნდა, რემისიაში აქვს ქრონიკული დაავადება. ბევრი რაღაცა შეიძლება სწორად დაგეგმო ის 9 ამინომჟავა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და მხოლოდ ცხოველური პროდუქტებით ვღებულობთ, კომბინაციებით ისე დავაბალანსოთ, რომ საერთოდ ვერ ვიგრძნო, რომ მარხვაზე ვარ. ვინაიდან აღნიშნეთ, აქვე რომ ჩავეძიოთ ამ აი სწორი მომზადებაში რას გულისხმობ? სწორი მომზადება რა არის? იცით, ეს ხო მთელი მეცნიერება, რამდენი წუთი უნდა ხარშო, როგორ უნდა მოამზადო. აი მაგალითად თუ ავიღებთ ლობიოს და არასწორად მოვამზადებთ, შეიძლება ისეთი შებერილობა გამოიწვიოს, რომ მთელი ღამე ადამიანს არ ეძინოს, მერე დაეწყოს გულისრევა, პირღებინებამდე მივიდეს, მერე გასტროენტეროლოგი დაჭირდეს, მაგრამ იგივე ლობიოს თუ სწორად დავიცავთ იქ ჯერ წყალში ჩაალბობ, მერე წამოადუღებ, მერე გადაღვრი, მერე კიდე რაღაცას თავის დოზე მწვანილს დაამატებ. მწვანილს მარტო იმიტომ კი არ ვამატებთ კერძებში, რომ გემრიელია. იმას თავისი ფუნქცია აქვს. ის მიკროელემენტით ამდიდრებს, ზოგი რაღაცა ვიტამინით ამდიდრებს და როდესაც უკვე უყურებ შენ კერძს, არა ისე რომ თავარია გემრიელი იყოს, რაც ზოგი კვების ობიექტები ცოდავენ, ხო, თავარია გემრიელი იყოს, მარილიანი იყოს, ცხარა იყოს და დიასახლისი ხო უფრო
იცის რომ ვის უკეთებს კონკრეტულად ოჯახის წევს რომელიც იქ რაღაცებს ისეთებს ითვალისწინებს და ეს ინფორმაცია ეს ცოდნა არ არის დამალული დღეს ყველა მიცის თუ უნდა თუნდაც სოციალურ ქსელებზე არის სპეციალური გვერდები, სადაც სწორი ტექნოლოგიებით მომზადების რაღაც განსაკუთრებულ რჩევებია, რაღაცა ხალხი გამოდის, სატელევიზიო გადაცემებია და აი იმას თუ გაითავისებ, მე ძალიან მარტივია მარხვა. ცოტა სულელურ კითხვას დაგისვავთ, მაგრამ საერთოდ რო არ მოიხარშოს, შეიძლება თეორიაში ვთქვათ, რომ უკეთესი იქნება პროდუქტი, არ გაკეთდეს ესე ვთქვათ. ლობიოს შემთხვევაში გაგვიჭირდება. ლობიოს შემთხვევაში ჭირდება, მაგრამ არის ხილი, არის ბოსტნეული ისეთი, რომ მაგალითად ჩვენ კულტურაში ისპანახი მზადდება დამუშავებული, მაგალითად იტალიურ სამზარეულოში მას უფრო ცოცხლად ამზადებენ. რა თქმა უნდა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რა დოზით არის ეს უჯრედისი, რომ არ გააღიზიანოს ჩვენი ნაწლავები და ჩვენი ლორწოვანი გარსი, მაგრამ ზოგი იმდენად რაფინირებულ საკვებზეა, რომ უჯრედის საერთოდ ვერ იტანს და ჭირდება დრო, რომ შეეჩვიოს. მე მყავს პაციენტები, რომლებიც ხილს საერთოდ არ ჭამენ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ ეჭმევათ ან უბრალოდ არ უყვართ, ან ავიწყდებათ. მერე რაღაც პერიოდი არის 10, 12, 14 დღე, რომ უჭიქ შეგუება, ეჩვენებათ, რომ ცოტა ის დისკომფორტი იწვევს და მერე ორგანიზმი ისევ იმას, იმიტომ რომ მე თუ მივაჩვიე ორგანიზმი, რომ არ მივიღო საერთოდ რაღაცა და ავგზალო, მერე არ გამოიყოფა ის ფერმენტები, რომელიც ამ საკვებს ამ კონკრეტულ ცილებს ან ცხიმებს ჭირდება და რისთვის უნდა იმუშაოს ტყუილა ის ხო გონიერია ორგანიზმი ძალიან და როდესაც ახლა გადავაჩვიე მაგალითად ხორცს საერთოდ არ ვღებულობ სლები მე შეიძლება ერთმა ნაჭერმა ხორცმაც დამამძიმოს ან ერთი ცალმა კვერცხმაც გამოიწვიოს დისკომფორტი და გააჩნია როგორ მიიღებ, როდის მიიღებ, რა განწყობით მიიღებ თუ დისტრესში ვარ და ამას ავტომატურად ვყლაპავ როგორც ამბობდნენ ბებიები ინდაურივით ნუყლაპავ საკვებსო მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება ნებისმიერმა ჯანსაღმა კერძმა გამოიწვიოს დისკომფორტი და როცა მშვიდად განწყობით რაღაცა იმიტომ ეს ჭამის წინ ილოცეთ ეს რაღაც რიტუალი არის როდესაც შენ თავს უბრუნდები შენს ემოციებს უბრუნდები და არა ისე ძალიან სწორია როდესაც გრძნობ გებულობ რა სჭამ. იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ არც ვაცნობიერებთ რა სჭამთ. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელზეც აქვე მინდა ვკითხოთ, არის ნიგოზი, რომელიც საქართველოს მაინც უნიკალური არის ჩვენთვის და ფართოდ ვიყენებთ. მარხვაში ნიგოზი როგორ მოქმედებს? ნიგოზი თუ ალერგიული არ არის, რა თქმა უნდა, ნიგოზი თხილი ძალიან კარგად ანაყრებს. სხვათა შორის ეხლა ნუშის მიღების წესი ცოტა უფრო დაიხვეწა, წინასწარ ცივ წყალში, ვაჩერებთ მთელი ღამე და მეორე დღეს მივირთმეთ უფრო კარგია ეს ორგანიზმისთვის, უფრო კარგად ეს არ ცვლის არც კალორიებს და არაფერს, უფრო ფერმენტულად უფრო მომზადებულია. ნიგოზი ცალკე უფრო გემრიელია, აი მაგალითად ამოავლოთ ცოტა თაფლში თუ ალერგიული არ ხართ, ვიდრე რაღაცა აი ბაჟესო გააკეთებენ და საცივს და ინახავენ დაუსრულებლად. აი ეგ არ არის სწორი. მომზადე მითვი კი, რა თქმა უნდა, უფრო შრომატევადია დიასახლისებისთვის, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო ძვირფასია. რადგან ახსენეთ, ჩემი მეუღლე ნიგოზსაც წყალში დებს ხოლმე და მეორე დღეს მიირთმევს და ნუშის ამარტო და ნიგოზიც კარგია. კი, ნიგოზიც არის, კი. ნიგოზიც არის ყველა. დავუზუსტე მაინც ყოველი შემთხვევისთვის ეს ინფორმაცია. კიდევ ერთი საკითხი, რაც არის ესეთი აქვე რო გავაგრძელოთ ზამთარი მაინც ანუ შობის მარხვას ზამთარი უწევს და ზამთარი ცალკე ფიტავს ადამიანს. ემოციურადაც დაბნელება და მოკლე დღეებიც მოქმედებს და თვითონ ეს სიცივე და თვალებადობაც მოქმედებს. აი ზამთარში ხო არ არის რაიმე ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ორგანიზმს დაეხმაროს აი ამ სირთულეების გადალახვაში.
ცხიმიანი პროდუქტები, მაგალითად, ვინც მარხულია, ავოკადო, ისე დღის განმავლობაში თხილეული, იმიტომ რომ მცენარეული ცხიმს ხო შეიცავს ნიგოზიც, ნუშიც. ავოკადო მაგალითად იმათვის, ვინც იცის, რომ დიდხანს ვერ მიიღებს, ვერ ისადილებს ან ვერ წაიხემსებს, დილით ავოკადო, პური, აი ასეთი რაღაცეები არის კიდე სპეციალური მცენარეული კარგი წარმოების ყველი. აი ესეც შეიძლება გამოიყენოთ. შერეული ფაფები მაგალითად არა მარტო წიწიბურასი, არამედ მაგალითად შვრია ქატოთი. თუ შვრია ცალკე უფრო მარტივად გაშიებს, შვრია ქატოთი, უფრო ნელა იწევს ამ ნახშირწყლებს და დიდხანს მიყვება. მაგალითად გამდიდრებული ნუშით ან ნიგოზით ან ცოტა ჩირითაც თუ არ ყოფნის ეს ნუში და რაცი არ მგონია თუ კონკრეტულად ვიცით ადამიანის ანამნეზი და ვიცით როგორია მისი ფიზიკური დატვირთვა, გონებრივი დატვირთვა, ეხლა თანამედროვე მონაცემებით, თანამედროვე პროგრამებით მარტივად ადგენს ექიმი მისთვის იდეალურად, აი შეუძლია დაუთვალოს, რამდენი მაგნიუმი ჭირდება, თუ ანალიზების პასუხებიც აქვს. თუ გამოკითხა კარგად და ანამნეზი შეუდგინა, ძალიან მარტივად შეუდგინოს ერთ დღეში ისეთი დიეტა, რომ პრევენციაც იყოს მთელი რიგი პათოლოგიებისთვის. კი ბატონო. აი იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტეს მარხვა და გამოუცდელები არიან, არიციან როგორ იმოქმედებს მათი ორგანიზმი ამ პერიოდში. რა სიმპტომებს უნდა დააკვირდნენ დაუშვათ, რომელიც შეიძლება მათ მარხვის პერიოდში, ამ პერიოდში გაუჩნდეთ, რა შეიძლება იყოს ბუნებრივი და რა შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს. მარხვის დროს ერთადერთი გამოწვევაა, რომ მარხვის დროს აბსოლუტური ბალანსი აი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შეუძლებელია. მარხვის დროს ცოტა სხვა ალგორითმი გვჭირდება და ამიტომ თუ დაეწყო ცოტა დეპრესიული განწყობა, ცილიანობა, მტკნარება, სისუსტე, მაშინ უნდა გადახედოს თავის რაციონს. და აუცილებლად უნდა საქმის კურსში უნდა იყოს ექიმიც. რა მოხდა? ეს შეიძლება არასწორი დღის რაციონია თუ კიდე რაღაცა უბრალოდ ამ ფონზე წამოიწია რაღაც გამოწვევები ორგანიზმში. ჩვენ ხო ხა შეიძლება ანალიზების პასუხებით რაღაცეები კი გავითვალისწინოთ, მაგრამ კიდე რა ტრიგერი ჩაერთება არავინ არ იცის. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ საკვები დანამატების საჭიროების შემთხვევაში ექიმები ამას ნიშნავენ. რამდენად შეიძლება რომ ადამიანმა ეს პირდაპირ მიიღოს, ანუ საკვები დანამატები შეიძლება საზიანო იყოს? იცით, ეხლა რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ ამ თემაზე, მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ღებულობენ. საერთოდ არ ეკითხებიან არც ექიმს და არც თუნდაც ვინმე გონიერს და გამოცდილ მაგალითად სპორტსმენს ან ტრენერს ან ვიღაცას თავისი ნებით სოციალურ ქსელში რაღაც ვიდეოს რილს უყურებს და მიდის და ყიდულობს. რა თქმა უნდა, ეს მისი არჩევანია, ვერავის ვერ აუგზავნო. ერთადერთი შემიძლია ჩემი გამოცდილებით უთხრა მთავარი, რომ ჩვენს ორგანიზმში მარტო კარგი უჯრედები არ არის ატიპიური უჯრედებიც და სამწუხაროდ ეს ბიოაქტიური დანამატებმა შეიძლება გამოკვებოს ეს ატიპიური უჯრედებიც და დააჩქაროს ის პროცესები, რაც მიიყვანს სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებთან. ამიტომ, როდესაც ადამიანი მე ხალხს დასულზე ვლაპარაკობ, ყიდულობს რაღაცას და იმიტომ მარტო ღებულობს ვიღაცას ეს მოეწონა ან მოუხდა, ეგ არის სეცხთან თამაში. შეიძლება არც არაფერი და შეიძლება დამთავრდეს სავალალო შედეგით. და კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, კატეგორია ადამიანების, რომლებზეც მაინტერესებს, არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, სპორტული ცხოვრების წესით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მათთვის ეს, მაგრამ მარხვის მომენტში მათ აკლდებათ ეს მნიშვნელოვანი ცილები და ცხიმები, რომლებიც ვარჯიშის შემდეგ აღდგენისთვის ჭირდებათ. მათ რა უნდა გააკეთონ?
მათ შეიძლება გაითვალისწინონ უბრალოდ ცილების რაოდენობა, როგორი ვარჯიშია იმის მიხედვით, კილოგრამზე 1.2 გრამი ცილა ჭირდება თუ 1.5, ამასაც ექიმი უდგენს, მაგრამ თუ ხორცი და ცხოველური ზოგადად ცხიმები ამოღებულია, მან შეიძლება ორი სცენარი განვითარდეს. პირველი ის, რომ არ ივარჯიშოს ისე აქტიურად იმ პერიოდში, ან სცენარეული ცილებით, ან კიდევ რაღაც ესეთი ძალიან დახვეწილი სერიოზული დანამატებით შეივსოს. ანუ გამოსავალი არის, უბრალოდ ამას უნდა გაუსწოროს თვალები თვითონ პიროვნებამ, მაგრამ ძირითადად მაინც რა არის, იცით, ჯანმრთელობაზე რო ელაპარაკები ჯანმრთელ ადამიანს, გრძნობ რომ ის ვერ გებულობს, იმიტომ მას არ გამოუცდია რა არის უმწევნ მდგომარეობა, რა არის მუდმივი რაღაც პრობლემები და ამიტომ ძალიან ძნელია გააგებინო ახალგაზრდას, რას ნიშნავს ჯანმრთელობის დაკარგვა. თუ არ შეეხო, ან უნდა გენდოს, ან თვითონ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ რაღაც მართლა დიდი ცეცხლთან თამაშია. სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გადაცემაში ბევრი გვწერს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ყველა ექიმი ამბობს, რომ ის წინასწარ მივიდეთ, გავესინჯოთ, გავიკეთოთ ტესტირება. საუბედუროდ ბევრს არ აქვს ამის ფინანსური საშუალება. თუ შეგვიძლია ახლა ჩვენს მაყურებელს მივცეთ რაიმე რეკომენდაცია, იმ მაყურებელს, ვისაც უნდა დაუშვათ მარხვა, მაგრამ არ შეუძლია რომ თქვენი რეკომენდაცია გაითვალისწინოს წინასწარ, მივიდეს, გაიგოს. რას უნდა დააკვირდეს, როგორ უნდა მოემზადოს, რა რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ ამ ადამიანს? მაგალითად, ერთი თვით ადრე რომ დაიწყო დაუშვათ ფიქრი ადამიანმა იმაზე, რომ მოდით ცოტა ხნით ამოვიღო ხორცი რაციონიდან. მოდით შევამცირო თევზი, შევამცირო კვერცხი. აბა როგორ წავა ჩემი საქმე, დააკვირდეს, იცით, დაკვირვებით ბევრი რაღაცა, უფრო შრომისუნარიანი გავხდი, უფრო ნაკლებად შრომისუნარიანი. მე კიდევ ვიცი ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, მათ შორის მეც, არავინ არ ვამატლით ზოგად ჩვევებს. ყველას გვაქვს ჩვენი სოციალური ქსელი, ყველას გვიწვევენ გადაცემებში და ზოგადი რა უნდა, რა არის კარგი, რა არ არის კარგი, თემატურად არის დაყოფილი და მე მგონი დღეს მთავარია მოусმინო თუ პროფესიონალი გესაუბრება და ეს არის რაღაც სერიოზული გადაცემა, არ უნდა შეგეშინდეს და არ უნდა დაიწყოთ, ახლა ამას რატომ მეუბნება, რამე რეკლამა ხო არ არის ფარული. მესამე, სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება დღეს უმრავლესობა მაინც დაზღვეულია სამედიცინო ჯანდაცვა ამას უზრუნველყოფს და რაღაც ასეთი მინიმალური ანალიზების ჩაბარებითაც კი შეიძლება გამოვრიცხოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საშიში ფაქტორები. მე არსებობს ოჯახის ექიმები, რომლებსაც აქვს უდიდესი გამოცდილება და რომლებმაც შეიძლება ანამნეზის შეგროვებით მარტო დაგაკვალიანონ სწორად. გითხრან რომ მე მგონი რკინა-დეფიციტური გაქვს, ან რაღაც მნიშვნელოვანი, ან ბოლო-ბოლო თერაპიული დოზა ომეგა-3 ან D ვიტამინი დაგინიშნონ თუ ამ ანალიზს ვერა. ასე რომ 21 საუკუნეში ბევრი გამოსავალია. მთავარია მე მინდოდეს, აი კონკრეტულად მე თუ მინდა, უნდა დავხარჯო დრო, უნდა მოусმინოს სწორი ინფორმაციას, უნდა მოვიძიო ეს ინფორმაცია, მაგრამ უნდა ვენდო ვიღაცას. ესე არ არის ახლა საერთოდ, რომ რა ვიცი. და კიდე ერთ რაღაცას გეტყვით, ახლა დაზოგილი ფული დაუშვათ ამ რაღაც მინიმალურზე. მე შეიძლება დაგიჩნდეთ 100 ჯერ უფრო მეტი, როდესაც უკვე სერიოზულ პრობლემებს აწყდებით რა. ან ბოლო-ბოლო თუ არა ხართ მზად, არავინ არ გავალდებულებთ სულიერ მამასთან ან მოძღვართან ეს შეათანხმოთ და ისეთი ვარიანტი აირჩიოთ ყველაზე უმტკივნეულოდ რომ გაივლით რა, რაღაცა თევზით, ხანდახან წისნაწარი. კი ბატონო. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაც მომზადებული მქონდა კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, ამოუწურეთ. გადაცემის ბოლოს ტრადიციულ კითხვებს დაგისვევთ, რომელიც მედიცინას ცოტა არ ეხება, მაგრამ პირველ რიგში რატომ გადაწყვეტეთ ექიმობა და რატომ ეს მიმართულება? ეს ძალიან უცნაური, მე საერთოდ არ მინდოდა ექიმობა.
მაგრამ ბებია ჩემი, როდესაც ძიმეთი იყო და გარდაიცვალა იმ პერიოდში ინფანტილური ჩემი სურვილი იყო, რომ აი მე გავხდები ისეთი ექიმი, რომ ბევრს გადავარჩენ, იმიტომ რომ რაღაცა გამიჩნდა ასეთი სურვილი დაუოკებელი, გადამერჩინა ყველა ფიზიკურ გადარჩენაზე და ბებია ჩემი იყო პირველი ადამიანი, რომელსაც აი სიკვდილი შემოვიდა ბებია ჩემის სხვა განზომილებაში გადანაცვლებით და იმის შემდეგ სულ ვცდილობდი, რომ ეს ამ პროფესიას რაღაც რადიკალურად შეიცვალა ჩემი ხელოვნებად ცოდნე მინდა და გამოსულიყავი სხვაგან. აბსოლუტურად სხვა მიმართულება და აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოჩნდა. მაგრამ ასე ერთმა ტრაგიკულმა ამბავმა შეცვალა ჩემი არ მნანობ, მადლობა ბებიას და მადლობა ჩემ მშობლებს, რომ მომცენ იმის საშუალება, რომ მე ვისწავლე და დღეს ვარ ექიმი. და ჩვენი გადაცემის ბოლო კითხვა, როგორი პაციენტი ბრძანდებით? ურჩი, როგორც ყველა ექიმი. ჩემი აზრი მაინც ლიდერობს. მაგრამ ერთი ითვისება მაქვს კარგი, როდესაც მივდივარ, მე ვენდობი. მანამდე ბევრს ვფიქრობ. არ ვიცი, მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, საკმაოდ საჭიროებო თემა არის, გამომეორდები ჩვენი მაყურებლისთვის, რომ პირიქით მე პირადად ვემხრობი და თქვენი საუბრიდან გამომდინარეც, რაც უფრო მეტი ადამიანი იმარხულებს, იმიტომ რომ ეს არის მიმართული სულიერ სიმშვიდისკენ ადამიანის და სულიერი სიმშვიდე ეხმარება ფიზიკურ ჯანმრთელობასაც, ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. იმედია, გაგეცით ბევრ კითხვაზე პასუხი, იმედია, კარგი რეკომენდაციები მიიღეთ. კიდევ ერთხელ, ალბათ ნატა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. მე კი ჩვენს მაყურებელს ურჩევ ჯანმრთელობას და იმას, რომ იყვნენ სულიერად ჯანმრთელები, გარდა ფიზიკური ჯანმრთელობის. 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 40 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ ურთულესი იმუნოდეფიციტის სინდრომით. HIV შიდსის დაავადება აღიარებულია გლობალურ, მაგრამ კონტროლირებად ინფექციად. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს 10 წლეულებით და არასდროს განუვითარდეს შიდსი. HIV ვირუსი შეიძლება არსებობდეს ორგანიზმში, თუმცა საკუთარი თავი გვიან გამოავლინოს. ამიტომ მუდმივი სკრინინგი აუცილებელია. თენგის ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში შეგიძლიათ ჩაატაროთ ტესტი, რომელიც სრულიად უფასოა. შეგიძლიათ მარტივი ქმედებით საკუთარი ჯანმრთელობა დაიზღვიოთ. AIDS შიდსი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, მდგომარეობა, რომელიც ვითარდება HIV, ანუ HIV ვირუსით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. HIV არის ვირუსი, რომელიც იმდენად აზიანებს იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ინფექციებსა და სიმსივნეებს. ვირუსი ბიოლოგიური სითხეებით ვრცელდება, სისხლით, სპერმით, საშოს ან ანალური გზით, ასევე შესაძლებელია, რომ არანამკურნალებმა HIV-ით დაავადებულმა ადამიანმა ვირუსი ბავშვს გადასცეს ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. HIV არ ვრცელდება კოცნით, ხელის ჩამორთმევით, ინფიცირებულის ჭურჭლის გამოყენებით, ტუალეტით ან მწერებით. ინფექცია შესაძლოა არსებობდეს ორგანიზმში და წლების შემდგომ განვითარდეს. HIV ინფექციისა და შიდსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტის ორგანიზმისა და ინფექციის ფაზის მიხედვით. HIV ანადგურებს სისხლის თეთრ CD4T უჯრედებს. ეს უჯრედები დიდ როლს ასრულებენ დაავადებებთან ბრძოლაში. რაც უფრო ნაკლები CD4T უჯრედია ორგანიზმში, მით უფრო სუსტი ხდება იმუნური სისტემა. როგორ გადაიქცევა HIV ინფექცია შიდსად? შეიძლება სისხლში არსებობდეს HIV ინფექცია, მაგრამ ძალიან მცირე ან საერთოდ არანაირი სიმპტომით არ გამოვლინდეს წლების განმავლობაში, სანამ ის შიდსად გადაიქცევა. შიდსის დიაგნოზი ისმება, როდესაც CD4T უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლებია, ან ორგანიზმი დაქვეითებულია რომელიმე სერიოზული სხვა ინფექციის ან დაავადების გამო. HIV ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს გრიპის მსგავსი დაავადება უვითარდება ვირუსის ორგანიზმში შეღწევიდან 2-დან 4 კვირის განმავლობაში. ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. შესაძლო სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, გამონაყარი, ყელის ტკივილი და მტკივნეული პირის ღრუს წყლულები. შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები, რომლებსაც ასევე კვანძებს უწოდებენ, ძირითადად კისერზე.
დიარეა, წონის დაკლება, ხველა, ღამის ოქლიანობა. ეს სიმპტომები შეიძლება იმდენად მსუბუქი იყოს, რომ HIV ვირუსს არც დაუკავშირდეს. თუმცა ამ დროს სისხლში ვირუსის რაოდენობა, რომელსაც ვირუსული დატვირთვა ეწოდება, მატულობს. შედეგად პირველად ინფექციის დროს სხვებზე უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე შემდეგ ეტაპზე. HIV შიდსთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებები ბევრია. პნევმოცისტური პნევმონია, ასევე ცნობილი როგორც PCP, რომელიც ხშირ შემთხვევაში რთულდება. კანდიდოზი იწვევს სქელ თეთრ ნადებს პირის ღრუზე, ენაზე, საყლაპავზე ან საშოზე. ტუბერკულოზი მსოფლიო მასშტაბით ტუბერკულოზის შიდსით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ციტომეგალოვირუსი ეს გავრცელებული ჰერპესის ვირუსი გადადის სხეულის სითხეებში, როგორიცაა ნერწყვი, სისხლი, შარდი, სპერმა, დედის რძე. კრიპტოკოკური მენინგიტი, ტოქსოპლაზმოზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადება, ღვიძლის დაავადებები, B და C ჰეპატიტები. ეს ვირუსები HIV დაავადებულ ადამიანებში სწრაფად აქტიურდება, რაც იწვევს თვალების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ფილტვების ან სხვა ორგანოების დაზიანებას. ასევე გავრცელებულია HIV შიდსთან დაკავშირებული ავთვისებიანი სიმსივნეები, ლიმფომა, სარკომა, პაპილომა ვირუსი. სხვა გართულებებია გამოფიტვის სინდრომი, ტვინისა და ნერვული სისტემის გართულებები. HIV შიდსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა მედიკამენტებს შეუძლიათ ინფექციის კონტროლი და დაავადების გაუარესების თავიდან აცილება. HIV-ის ანტივირუსულმა მკურნალობამ შეამცირა შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა მთელ მსოფლიოში. 1996 წელს გაეროს ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია UNAIDS და შიდსი ეპიდემიად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ HIV-ის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა და მკურნალობა დღეს ეფექტურია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღემდე მიიჩნევს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობის პრობლემად. 2024 წლის მონაცემებით 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს HIV ინფექციით. დღეს HIV აღიარებულია გლობალურ, მაგრამ კონტროლირებად ინფექციად. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს 10 წლეულებით და არასდროს განუვითარდეს შიდსი. შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1998 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ამ დღეს მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა უერთდება, მათ შორის საქართველოც უკვე 28 წელია აღნიშნავს ამ დღეს. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით, მაგრამ ვისაც ეს არ გაგიგიათ, გეტყვით რომ მე ტყუპების მშობელი გავხდი. დიახ, სულ რაღაც 6 კვირის წინ ჩვენ შეგვეძინა ტყუპები და გამოწვევა დაიწყო. კიდევ ერთი რთული ეტაპი ჩვენ ცხოვრებაში. კი, ერთი უფროსი ვაჟი გვყავს, რომელთანაც გამოვიარეთ მრავალი სირთულე, მაგრამ აღმოჩნდა რომ როცა ორი ერთად არის, რაღაცეები გავიწყდება და აღარ გახსოვს. მოკლედ, ჩემი ბავშვები 40 დღისები გახდნენ და ერთ-ერთი ძველი ხალხური რწმენის თანახმად ახალშობილი არ უნდა ნახო 40 დღის განმავლობაში, რადგან ჭირვეული იქნება და თვალი ეცემა. ეს სიმბოლური მეგონა, თუმცა ამ ხალხურ მოსაზრებას სამეცნიერო ახსნაც ქონია, რომელიც მე თქვენთვის მოვიძიე. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, რასაც არაერთი სპეციალისტი თუ პედიატრი ადასტურებს, 40 დღე დედისთვის და ახალშობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აი რა ხდება რეალურად ფიზიოლოგიურად და ბიოლოგიურად ამ 40 დღის განმავლობაში. რასაც ვეძახით პოსპარტუმი, ანუ მშობიარობის შემდგომი პერიოდი. 6 კვირა გრძელდება, ანუ 42 დღე ზუსტად. ამ დროს საშვილოსნო თანდათან უბრუნდება ნორმალურ ზომას. ორგანიზმიდან გამოიყოფა სისხლი და ქსოვილოვანი ნარჩენები. ჰორმონები ბალანსდება, განსაკუთრებით ესტროგენი და პროლაქტინი. იმუნური სისტემის გადატვირთვა ხდება, რადგან ორსულობისას იგი ნაწილობრივ დაქვეითებული იყო. ამიტომ დედის ორგანიზმი ამ პერიოდში ჯერ კიდევ სუსტია, ინფექციებისადმი მიდრეკილი, ემოციურად არასტაბილური და ფიზიკურად დაუბალანსებელი. ბავშვიც ამ პერიოდში გადის დიდ ცვლილებებს. მისი იმუნური სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მხოლოდ დედის რძით მიღებული ანტისხეულები იცავს. ახალშობილს სჭირდება სტაბილური გარემო, რეგულარული კვება, ძილი, სითბო და მაქსიმალური კანის კონტაქტი დედასთან, რაც გარემოს ადაპტაციაში უწყობს ხელს. ზედმეტი სტუმრობა, ხმაური ან ხელში ტარება
სხვადასხვა ადამიანების მიერ ზრდის სტრესის და ბუნებრივია ინფექციების რისკს. ამიტომ თანამედროვე პედიატრებიც კი ეთანხმებიან აზრს, რომ ახალშობილი უნდა იყოს დაცული ზედმეტი ვიზიტორებისგან 4-დან 6 კვირის განმავლობაში. დედას ეს პერიოდი სჭირდება ემოციური ადაპტაციისთვის, ხოლო ბავშვს კი საშვილოსნოში გატარებული 9 თვის შემდგომ ფიზიკური ბმა ესაჭიროება დედასთან. ხოლო დედის სუნი, ხმა, სითბო, სტაბილური გარემო, რომელიც მას შეგუებაში ჰარმონიას შეუქმნის. ღია სივრცე და გასეირნება. რთული დასაჯერებელია, მაგრამ სპეციალისტების უმეტესობა ამბობს, ღია სივრცეში გაყვანა უმჯობესია 3-4 კვირიდან, მცირე დროით 10-15 წუთის ფარგლებში. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ ხანგრძლივობა, რათა სხეული გარემოს ცვლილებას უფრო სტაბილურად შეეგუოს და ტემპერატურის ცვალებადობა დისკომფორტად არ აღიქვას. თანამედროვე მშობლებისთვის სასაცილო ჟღერს, თუმცა ფაქტია, ამ შემთხვევაში ტრადიციული ხალხური მიდგომა გონივრული აღმოჩნდა, თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისითაც. უბრალოდ ახლა ამას უწოდებთ პოსტპარტუმ აღდგენის პერიოდს. ჩვენი ბებოები კი ბავშვს ავი თვალის არიდებას ეძახდნენ. დაიცავით თქვენი შვილები. გისურვებთ ჯანმრთელობას.